შენ? ორსულად ხარ. ხომასია? ხო, თავრო ამიტომაც მეხვეოდა. ყველაფერი ამიტომ იყო, ამიტომ. ახლა ყველაფერს ერთად გამოვცდით. ოზან, ხო, მაგრამ გთხოვ შეგიძლია დამშვიდდე. ახლავე? ჩემო ესრა. ყველაფერს, რაც ჩემი არ ყოფნის დროს გაკლდა. ყველაფერს აგინასხაურებ. სხვათა შორის ამის თქმა უფრო ლამა სიტუაციაში მინდოდა. ცოტა სპონტანურად გამოვიდა, მაგრამ არა უშავს არაფერია. ყველაფერი უკვე მოხდა. ყველაფერი შესანიშნავად არის. როცა ადა გაიზარდება, ეს უკვე ძალიან ლამაზი და სასაცილო ისტორია იქნება. ადა? ადა. ადა? ადა. ძალიან ლამაზი სახელია ოზან. და ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ასევე გოგოსაც მოუხდება და ბიჭსაც. ხო, ისე გოგო გვეყოლება. საიდან იცი რომ გოგო გვეყოლება? მამაზე ძალიან იქნება მიჯაჭვული ვიცი. ოზან მორჩი ამაზე საუბარს რომ გოგო იქნება. ბიჭი რომ დაიბადოს? ერთ რამეს გეტყვი. ატლას რა რეაქცია ქონდა არ შეამჩნია? მიეჩვევა, ხო? ჩვენი ქალიშვილი ძალიან ბედნიერი იქნება. შესანიშნავი ძმა ეყოლება, ძალიან გაუმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. მუცელში ბავშვია. ჩემს შვილიშვილს მალე დაეყოლება. ბებიას კი სამი შვილი. არა, მე მეყოლება სამი შვილი და შენ ხანდახან მესტუმრები ხოლმე. ხანდახან. სამი არა, ორი. ისეთი წარმოდგენა დადგით შეიძლება ეგ ბავშვიც წაგართვან. მოცემაზე აღარ ვსაუბრობ. საიდან უნდა მწოდნოდა რომ ნაზიმი და მისი ქალიშვილი მოვიდოდნენ? საიდან მეწოდინებოდა? ერთადერთი პრობლემა ნაზიმი და მისი ქალიშვილია? სიმართლე გითხრა, მეგონა რომ ჩემი ჭკვიანი ბოთლი ყველას მოეწონებოდა, მაგრამ მოეწონათ, მამა, მოეწონათ. შენი წყალობით სრულიად აღფრთოვანებულები დარჩნენ. მანტები რომ გაესინჯა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად დასრულდებოდა. დედა შენი ჯერ კიდევ მანტებზე ლაპარაკობს. ხო, ჯერ კიდევ. წინამძვილეში ასე ცუდადაც არ ჩაუვლი არა. მართლა დედა, ქალი გაიქცა. მისი მზერა რომ დაგენახა სხვა აზრზე იქნებოდი. ძვირფასო იქნებ გაახსენდა რომ უთოს გამორთვა დაავიწყდა. გაახსენდა და გაიქცა. ჩვენ გაგვექცა. კარგი ძვირფასო. ყველაფერი მოგვარდება. ზუმრუდ კორპალი აქა, ნუ ღელავთ. წავალ, ოქროს კოვს შევუკვეთავ. ან ოქროს საწოვარას. გონზე მოსვლა მჭირდება. ჩემთვის ასეთი რამეები არ უყიდიათ. გიყიდი, შენც გიყიდი ძვირფასო. ოქროს ექსკავატორს გიყიდი, კარგი? ციცხვით ბრილიანტებს აიღებ ხოლმე და ალმასებთან გადაიტან. როგორ მოგწონს? ჩემი პირველი შვილიშვილი, პირველი ბრილიანტი. პაპას ერთადერთი პარტნიორი. წამოდი, სანაპიროზე წავიდეთ. წამოდი. არა, ულვაშა, დაჯექი სადაც იხარ, დაივიწყე. კარგი ხო, კარგი. ჩემო მშვენიერო ბიჭო. გიხარია რომ დაიგო გეყოლება, არა? არა. არა? შვილო. ჩემო ტკბილო ბიჭო. იცი რას გეტყვი ჩემო ერთადერთო? მამიკოს ბიჭუნა. დაიგო რატომ უნდა გვიხაროდეს? გეტყვი. იმიტომ რომ თუ გეყოლება, ერთად ისეირნებთ, ერთად ითამაშებთ და ერთად გაიზრდებით. ყველაფერს გაიყოფთ ხოლმე. როცა სევდიანი იქნები, ყოველთვის შენს გვერდით იქნება. უპირობოდ ეყვარები. მაგალითად, მე და ჩემს ძმას ეკრემს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომაც გინდა რომ დაიკო გყავდეს, არა? არ მინდა. კარგი. შვილო. შენ დაიკო გეყოლება. იცი რას მოგიტანს? ძალიან ლამაზ ველოსიპედს.
რა სისულელეა, ამით ვერ მომატყუებთ. ჩემს ოთახში მივდივარ. შვილო, ოთახში წავიდა. ოზან, აუცილებელი იყო დეი და ზუმრუტივით მოგრთამვაზე გადასულიყავი. სხვა რა უნდა გამეკეთებინა? შენ კი ეკრემი ახსენე. ჩემი ძმა, ეკრემის მაგალითად მოყვანა როგორ შეიძლება? ჩემი ძმა. თავში მეტი არაფერი მომივიდა. ჩავთვალე ველოსიპედის იდეა მოეწონებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იმიტომ რომ მამასავით გენიოსია და აქ კიდევ ერთი გენიოსი ყავს. კარგად ხარ? რა იყო? მოიცადე 2 წამით? ასე არ შეიძლება. მოდი ბალის საგიმაღლებ აი ასე. კარგად ხარ ხომ? კარგად. არაფერი გჭირდება. მოდი ასე უფრო კომფორტულად იქნები. ოზდან თავი დამანებე. მკვეთრ მოძრაობებს მოაკეთებ, არანაირი მკვეთრი მოძრაობები. ეს რა, ასე როგორ შეიძლება? შენში ახლა სხვა სიცოცხლეც არის. ასე არ შეიძლება. მე წავალ რამე საჭმელს მოგიმზადებ. გინდა რამე მოგიტანო, რამე განსაკუთრებული, მაგალითად, მლაშე, ტკბილი. რა მოგიმზადო? არ მინდა ოზან ჩვეულებრივი საჭმელიც საკმარისია. კარგი საკმარისია. მაშინ წავალ მოვამზადებ. სხვა არაფერი გინდა? მკვეთრ მოძრაობებს მოაკეთებ. არანაირი მკვეთრი მოძრაობები ჩამოესრა. ყველაფერს მე გავაკონტროლებ, კარგი? შენ კი აქ იჯდები და მე მადევნებ თვალს. აქ იჯექი? რა გემრიელი ჩაია? ამაში ნამდვილად ერკვევა. ახალ მოდუღებულია. ხო, ძალიან გემრიელია. ძალიან. ხო. ასე ნუაკეთებ. როგორ იქცევი? დიახ, გავაკეთებ. უკვე დავიღალე ზუმროთ. ჩვენ ხომ წვილი ვართ? წვილი ვართ? დიახ. არა, არ გამოვა სანამ ჩემი შვილის თანხმობა არ იქნება. ჩემთვის შვილი ერთ მხარესაა და დანარჩენი სამყარო მეორე მხარეს. მთელი სამყარო. ვიცი ზუმროთ, მაგრამ ოზანს მე დაველაპარაკები. შეუყვარდები დროთა განმავლობაში. დარწმუნდება. დაელაპარაკები? დიახ. უწრფელად? არა, ჩვეულებრივ დაველაპარაკები. ზუმროთ, შენზე უარის თქმას არ ვაპირებ. კარგი ხო? ძალიან რთული იქნება. შენ ძალიან განსაკუთრებული ქალი ხარ, ზუმროთ. ჩემი ქალიშვილის უზრდელობას იტანდი იმისთვის, რომ ჩემთვის გული არ გეტკინა. დიახ, არაფერი მითხარი. დიახაც ასე იყო. სინამდვილეში ამის აღიარება არ გინდა, მაგრამ კარგი ადამიანი ხარ. არა, არავითარ შემთხვევაში. კარგი ადამიანი არ ვარ. გთხოვ ჩემზე ასე ნულაპარაკობ. ასეთი ხარ. ო, კარგი ასეთი ვარ, მაგრამ ეკოს და ელიფს რა ეშველებათ? ამ დაბალმა და ულვაშამ ბავშვებს ყველაფერი გაუფუჭეს. ჩვენს დადანაშაულებას როგორ ბედავ? თქვენ რა გვისმენდით? გამუდმებით მადნოდ გახართ. არა, არ გისმენდით. რანაირი ხალხია. მაგრამ ჩემთვის ჩემი შვილი ელიფი მნიშვნელოვანია. ჩემი რიგით მეორე ყველაზე საყვარელი შვილია. არ მინდა გული ეტკინოს. და რისი გაკეთება შეგიძლია, ზუმროთ? გავაკეთებ, ვუჩვენებ ვინ ვარ. ამ საქმეს მოვაგვარებ. არ დაგავიწყდეს რომ ზუმრუდ კორფალი საერთაშორისო ბრენდია. მოვაგვარებ ამ საქმეს. ამას უყურე. აი აქ დავდგათ, შესანიშნავია. ესეც მზად არის? რას აკეთებ ჩემო ესრა? რას ვაკეთებ ოზა? ზალათი მოვიტანე. არ შეიძლება ჩემო საყვარელო? შენ არ უნდა დაიღალო თავი და ანებე. მე მოვიტან, ყველაფერს მე მივხედავ. ოზან მხოლოდ ზალათი მოვიტანე. გავიგე საყვარელო, მაგრამ შენ ორსულად ხარ. მე მივხედავ, მე. რადგან შენ სუფრა გაშალე, მე ატლას დავუძახებ. კარგი, შენ ატლას დაუძახე. შესანიშნავია, ატლას დაუძახე. ძალიან კარგად გამოვიდა. ატლას? 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 აი ესეც ასე. შესანიშნავად გამოვიდა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უფრო უკეთად შემიძლია. ეს რას უნდა ვუჩვენო, როგორ ატარებენ ორსულობას. ოზან? ატლასი აქ არაა?
არა, არ არის, რატომ? რას ნიშნავს არა? ზემოთაც არ არის. რას ნიშნავსაც წავიდა? ქვემოთ არ ჩამოსულა? მოიცადე ვნახავ. ატლას? ატლას. 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 ოზან? ოზან ატლასი არაა. არ არის? არა, არსად არა. არც ქვედა სართულზე ბავშვი სად გაქრა? გარეთ არ გვიძებნია. წამოდი მოვძებნოთ. ატლას. აქ ყოფილა ოზან. ატლას. შვილო, აქ მარტო რას აკეთებ? საპროტესტო აქციაზე ვარ. რა? საინტერესოა, ეს სიტყვა საიდან გაიგე? რა საპროტესტებ ჩემო ერთადერთო? შეიძლება გავიგო. დაიკო არ მინდა. ამიერიდან აქ ვიცხოვრებ. დაიკო, რატომ არ გინდა? ჩემზე მეტად გეყარებათ, იმიტომ რომ პატარა იქნება. შვილო, ასეთი რამ შეუძლებელია. შენც გვეყარები და შენიდაც. და თან ერთნაირად. იმიტომ რომ შობლებს შვილები ერთნაირად უყვართ. და თან შენ ჩვენი პირველი შვილი ხარ. ყოველთვის ძალიან გვეყარები. შენ სიყვარულზე უარს კი არ ვიტყვი, შვილო. დაიკო შესანიშნავია. ყველაფერზე დაელაპარაკები, ყველაფერს გაუყოფ. მაგრამ არ მინდა სათამაშოების გაყოფა. კარგი, შენი სათამაშოები შენთან დარჩეს, არავინ შეეხება. ჩვენ სიყვარულის, დარდის, სევდის, ბედნიერების გაზიარება ვიგულისხმეთ. კარგად აგიხსენი? გინდა ეს შენს დასთან გაიზიარო? არა, არ მინდა. კარგი? მაშინ ასე მოვიქცეთ. მე ძალიან გემრიელი საჭმელი მოვამზადე. შეიძლება დედიკოსავით გემრიელი არ აგეთანხმები, მაგრამ შენი საყვარელი კერძები. თუ გინდა, შეგვიძლია შიგნით შევიდეთ, მაგრამ შენ თუ გინდა, შენი გადასაწყვეტია. პროტესტს სახლში გააგრძელებ. კარგი? ამას უყურე, აპროტესტებს. ეს რა? ფრთხილად? მკვეთ რა მოძრაობებს მოაკეთებ? ოზანავად მყოფი არ ვარ, უბრალოდ ორსულად ვარ. გთხოვ, ფეხი დამიბუშდა. არაფერია. მაინც შვილო, სახლში გაიქეცი. სად დაიკარგა? მთელი დღე ვმუშაობდი, დავიღალე. ახლა კომფორტულად უნდა ვიჯდე და ჩემ სერიალს უყურებდე. სად დაიკარგა? მეც წავალ. მოიცადე, ხომ თქვა რომ მნიშვნელოვანია ცხადია, გეგმა აქვს. დაუცადე, მოусმინოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ. რა სისულელეა? გინდა თქვა რომ ღვინო არაა? კარგი, მაშინ უდავლებთ, ჩაი იყოს. კარგი. კარგი, ვეცი. მეც მომენატრე, კარგად. გვითხარი, ხმა მოიღე. ჩვენ რამე დაგვეხმარება? ზუმრუთ კორფალი სიტყვებს უაზროდ არასოდეს ისვრის. თქვენს ყველა პრობლემას მოვაგვარებ. ეს ვესიმი ვინ არის? დედას წარმოსახვითი მეგობარი მაფიოზი, რომელიც კოტლეტებს ყიდის. წარმოსახვითი? კარგი ცხადია რომ რეალურია. და რაზე ლაპარაკობდით ბატონ მაფიოსთან? მის მინე უბარგისო ეკო. ხომ იყო ქალი, რომელიც ჩვენთან მოვიდა? ხო? გავარკვიე სადა? კარგია. მისი მისამართი მაქვს. შევხვდებით და პატიებას ვთხოვთ. შესანიშნავი იდეა. თქვენის ნებართვით მე წავედი. არა, არ საწახვალ, მოусმინოთ. ჯერ ყვება. რას უნდა მოვусმინო, ამაზე სულელური იდეა გსმენია? ეს შენ ხარ სულელი, ღარიბო. შენ ხარ ყველაზე სულელური იდეა, რომელიც 53 წლის წინ გაჩნდა. ვიძახი რომ ვიპოვე. სხვა რა უნდა გითხრათ? ეს რატომ უნდა გავაკეთოთ, რატომ უნდა ვცადოთ უფრო რომ გავუფუჭოთ საქმე? უფრო უარესად როგორ? ისედაც ფსკერზე ვართ. გარდა ამისა, იქნებ იმ ქალმა ჩემი სიმპათიური სახე დაინახოს და გადაიფიქროს. რა? სიმპათიური სახე რა? თუ დაფიქრდები, ცუდი იდეა რა? ხო, მეც ასე ვფიქრობ. ნუ ფიქრობ. უფრო და უფრო ვწმუნდები. იდეა მიხმობს. შვილო, მამამ გემრიელი კოტლეტი მოამზადა რა? მოიცადე, რას აკეთებ? რა მოხდა ოზან? აი, ასე ავიღოთ. კარგად შემწვარი. წავიკითხე ეს რა. კარგად შემწვარი უნდა ჭამო. ხო, ასეა. კარგად შემწვარი უნდა ვჭამო? წაიკითხე რა ოზან? ხო? ბოსტნეულიც.
არა? რა? არ შეიძლება ეს რა. შენთვის ბევრი მარილი მავნია. ხომ იცი? მარილს თავი დავანებოთ. გადაწყდა. კარგი მარილი არ გვინდა გვერდზე გადავდოთ. სალადს გადმოგიღებ? ახლა? მოდი. მე ვიზრუნებ შენზე. ბოსტნეული კარგად გავრეცხე. ყველაფერი წყალში ჩავალბე. შეგიძლია მშვიდად ჩამოსაყვარელო. აი ასე. ოზან ხომ არ აჭარბებ? არა, არ ვაჭარბებ. ჯერ მხოლოდ ვიწყებ. ეს დასაწყისია. ესეც ასე. ინებე, საკმარისია. გემრიელად მიირთვი. თხო. მოიცადე, საინფორმაციო გამოშვება დატოვე. სიახლეებს ერთად ვუყუროთ. არ მინდა რამე სერდიანი ნახო. რამე სხვას ვიპოვი. კარგი, მაშინ ეს სერიალი დატოვე, გამეორება. წინა კვირას ვერ ვნახე. საინტერესოა რა მოხდება. მაგრამ საყვარელო, ფინალში რამე ცუდი რომ მოხდეს, ცუდ ხასიათზე დადგები. მე კი ამას ვერ გადავიდან. ამასაც გადავრთავ. კარგი, მოიცადე. ეს შეჯიბრი მაინც დატოვე. გადართვა არ გაბედო. იმედი მაქვს წინააღმდეგი არ იქნები. საყვარელო, დასახელებიდან ყველაფერი ისედაც გასაგებია. შეჯიბრია ფინალში რომელიმე აუცილებლად დამარცხდება და თუ ცუდ ხასიათზე დადგები, ამას ვერ გადავიდან. ესეც გადავრთავთ? რას ვუყურო, ოზან? რას უყურო? მულტფილმი ჩაგირთე და მულტფილმს უყურე. აი ასე. ღამე მშვიდობის, ოზან. ეს რა, მაგრამ მე შენზე ვფიქრობ. ნუ გეშინია ჩემო ეს რა, ნუ გეშინია, ეს მე ვარ. რამდენიმე საათი არაფერი გიჯამია. წასახემსებელი მოგიტანე. არა, საყვარელო, არაფრის ჭამა არ მინდა, მადლობა. ძვირფასო ეს რა, გამომართვი. არ მინდა, ოზან. ეს რა, ოზან ხომ გითხარი რომ არ მინდა? ეს რა, არ გაბედო. უნდა შეჯამო. კარგი. მომეცი. მოიცადე. სად მიდიხარ? თხო. ასე, ახლა შეგიძლია შეხვიდე. ოთახში იდეალური ტემპერატურა, ყველაფერი რიგზეა. შვენიერია, 36 და 6. ასე. ოზან, იქნებ უკვე დამშვიდდე. არა, სრულიად მშვიდი ვარ ეს რა. არ ვაჭარბებ. ეს ჯერ შესავალია, ფილმი ჯერ არ დაწყებულა. ეს რას ნიშნავს? ფილმი ჯერ კიდევ წინ არის. ოსკარის ღირსი. წავედი. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი მისამართია ის ქალი არ საჩანს. კი, მან ასე მითხრა. შეიძლება ავიღოთ? არა. რატომ? დაგველოდეთ, მერე დავარიგებთ. იმედია მალე გამოჩენდებიან, თორემ ყველაფერი ჩაგვეშლება. ეკო, დარწმუნებული ხარ, უკვე ცოტას ნერვიულობ. შეიძლება პუშტები. არა, არ შეიძლება დამშვიდით. დავარიგებთ, მოთმინება გამოიჩინეთ ვიღაცას, ველოდებით და შემდეგ დავარიგებთ. ეკო, უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს, ნერვიულობ. მე ყოველთვის ნერვიულობ. ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მგითხარით. როცა სოციალური მუშაკი დაინახავს, რომ ბავშვებისთვის კეთილ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენზე აზრს შეიცვლის. ქულებს დავიწერთ, იმის გამოვისწორებთ. ეს მე მომანდეთ, მე ზუმრუდ გორფალი ვარ. იქნებ ჯერ დაწესებულებისგან თანხმობა აგვეღო. აჭარბებ კეთილი საქმისთვის ნებართვა რა საჭიროა. მოდიან, დაიწყე, მოდიან. ბავშვებო, აიღეთ. Alın bakalım, alın da oynayın. Değil mi yavrum? Sen iki... Ne iyi de Çocuklara tatlılık. Al bakayım, şunu senin olsun. Ay çocuklar, gözü gülsün. Siz de bu... Kal ბატონო კირას. ბატონო ეკრემ რას აკეთებთ? ბავშვების გაბედნიერება გადავწყვიტეთ. Ay, ასე. Mutlu Dih. edin çocukları böyle.
ბავშვებს ვახარებთ. რა თქმა უნდა, ახლა ისე გამოვა თითქოს თავს ვიქებდეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ კარგი ადამიანები ვართ, თავისუფალ დროს ბავშვებს ბუშტებს ურიგებთ და ასეთ ნივთებს. ხო, ისე გამოდის თითქოს თავს ვიქებთ, მაგრამ უბრალოდ ასეთები ვართ. ხანდახან გამოვდივართ და ვსეირნობთ ხოლმე და ბავშვებს ურიგებთ ბუშტებს. ასეთი ჩვევა გვაქვს. იქიდან გამომდინარე რომ ცოტა მდიდრები ვართ. ამ სილამაზეს შეხედეთ. ძალიან საინტერესოა აქ რომ შევხვდით. დიახ, ასეა. თქვენ რა უკან დაგვდეთ? ხდება ხოლმე, პატარა ქალაქია. უბრალოდ დამთხვევა. პოლიცია მოდის. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. აქ რა საკეთებთ? კეთილ საქმეს ვაკეთებთ. კეთილ საქმეს. სიკეთის გაკეთება მოგვინდა. ბავშვებს ბედნიერებას ვჩუქნით. ნებართვა გააქვთ? ნებართვა? არა გვიღია კეთილი საქმეებისთვის ნებართვაა საჭირო. მანქანა ვისია? ჩვენია. ნებართვა გააქვთ? არა, არ გვაქვს, ხომ გეუბნებოდი რა საჭიროა? შევრცხვი. ხომ გითხარი რომ ნებართვა იყო საჭირო? რა ნებართვა სიკეთეს ნებართვა რაში სჭირდება? პოლიციელი გეუბნება რომ ნებართვაა საჭირო. შეხედე, ქუჩის მეორე მხარეს გადადის. გზა გადაუღობე. მიდი. ერთი წუთით გაჩერდით გზაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გადადის. გაჩერდით. უსაფრთხო გადასასვლელი ახლავე მოვაგვარებთ. გაჩერდით. წამოდით ახლა, წამოდით. გადადით. ჯერ მარცხნივ გაიხედეთ, მერე მარჯვნივ. აქეთ-იქით გაიხედეთ, ეს მნიშვნელოვანია, მინდა ეს ბავშვსაც ვასწავლო. ბავშვი თუ მეყოლება, ამ ყველაფერს ვასწავლი. რატომ არ გამოდის? დაიგო გირა, ვაშლი დაგავიწყდა. აბა, ასე როგორ შეიძლება, როგორ? ასე მძიმე ტვირთი? ამას მე გამოგართმევთ. გამოგართმევთ. არ დამშვიდდებით, სანამ დახმარების საშუალებას არ მოგცემთ. მაგალითად, ჩემი შვილიშვილის ზურგჩანთა ყოველთვის მე მომაქვს. ასეთი ოჯახი ვართ. დახმარება გვიყვარს. ანუ სანამ ეს ადამიანები ახლოს არიან, ტვირთის ტარება არ მოგიწევთ. ხომ გესმით, რასაც გულისხმობ? თქვენ მხარი ჩამოგივარდებათ სიმძიმისგან, ამიტომ მე წავიღებ. ნუ გელავთ. სისულელეა, საკმარისია, ვხვდები რის გაკეთებას ვცდილობ. მაგრამ შეწყვეტეთ. საკმარისია, იმიტომ რომ თქვენი შეფასება დიდი ხანია დავწერეთ და გადავეციკიდეთ. მართლა? ამიტომ ახლა უკეთესია, უბრალოდ დაელოდოთ. კარგი, მართალი ხართ. უბრალოდ გვინდა და გვეჩვენებინა რა კარგი ოჯახი ვართ. ო, მესმის, მაგრამ თუ არ შეწყვეტთ, მეორე ანგარიშის დაწერაც მომიწევს. არა. ამიტომ გთხოვთ მოთმინება გამოიჩინეთ და გადაწყვეტილებას დაელოდეთ. კარგი. ახლა შეიძლება ჩემი პარკები დავიბრუნო. დიახ. კარგი. მიეცი შვილო. აგერ. ოზანის სიტუაცია რომ არა ამ საქმეს დიდი ხნის წინ მოვაგვარებდი. სულ შენს გამო. გაჩუმდი ღარიბო, ხმას ნუიღებ. იქნებ ყვავილები გავგზავნოთ. აღარაფერს აღარ გაუგზავნით. ხომ გაიგეთ რა თქვა? დაველოდებით. დავედით, საკმარისია. მუსანე და გენახა. ეს რა ისეთი ბედნიერია, ისეთი და მეც ისე კარგად ვერთობი. გოგონა ბედნიერებისგან მეცხრეცაზეა. ზეინო მალე მოწყენილობისგან გავსკდები. მართლა, მეც ვეღარ გავუძლებ, არა და მხოლოდ ერთი დღე გავიდა. თვეების განმავლობაში ასე როგორ უნდა ვიყო 9 თვეს, როგორ უნდა მოვითმინო. ასე ნულაპარაკობ გოგონა. იმის კომპენსირებას ცდილობს, რის გაკეთებაც ადრე ვერ შეძლო. ზეინო იმას ადევნებს თვალს, რას ვჭამ, რას ვუყურებ, რას ვკითხულობ, ყველაფერში ერევა, ყველაფერს აკონტროლებს. ამდენი კონტროლი აღარ შემიძლია, საკმარისია. საკვებიდან ოთახის ტემპერატურამდე ყველაფერს ვაკონტროლებ. სხეულის ტემპერატურასაც? ამდენსაც არა, ასეც არა. მხოლოდ ის ტელევიზორში რას უყურებს და როდის ჭამს. ეს ყველაფერი ჩემზეა. გესმის? ყველაფერი. ძალიან კარგია, მაგრამ ის რაც მომიყევი, ეს რას ხასიათს არ შეეფერება საერთოდ. ასე არ მოწყინდება? ეს რა ძალიან ბედნიერია, მუსა. აი ნახავ, ორსულობის ბოლოს ეს რა ჩემი მადლიერი იქნება. ზეინო გეუბნები, ასე თუ გაგრძელდება მოწყენილობისგან მოვკვდები, მართლა. მოიცადე გოგონა, გახარებულია, ასე ამიტომაც იქცევა, დამშვიდდება. ასე გონია? კი. დამიჯერე მიეჩვევა. დამშვიდდება.
იმედი მაქვს ზეინო, იმედი მაქვს. მუსა, მე ჯერ ახლა ვიწყებ. მხოლოდ ახლა. აი ნახავ, კიდევ უფრო დავიხვეწები. აი ნახავ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ბატონო ოზან, ბატონმა ნაზიმმა დარეკა, დედა თქვენის მეგობარია, თქვენი ნახვა უნდა. ბატონი ნაზიმი? უარი უთხარი. რა? უარი უთხარი? უთხარი რომ ბატონი ოზანი ერთი კვირით საზღვარგარეთ წავიდა და არ ვიცი უგაროდის დაბრუნდება თქო. რას გულისხმობთ? პინარ. მოაგვარე. კარგით ბატონო ოზან. მიდი. ძმაო, არ მინდა ძალიან ჩავერიო, მაგრამ იმ აზრს უნდა მიეჩვია, რომ ბატონ ნაზიმთან შეგუება მოგიწევს. ჩვენმა კლიენტებმა რა გააკეთეს? რა? მუსა, წარმომადგენელი უნდა მოსულიყო. ერთი კვირა წარმომადგენელს ველოდებით. სად არის? უნდა წავიდეთ და ვეძებო? კარგი, რადგან ასეა, წავალ და მოვზებნი. წავალ. საერთოდ გამომიყვანე მდგომარეობიდან და დამაბნიე. დედა ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გზაზე მანქანების გასაჩერებლად გადასვლა ცოტა მეტისმეტი ხომ არ იყო. ყველაფერს ვცდილობთ, შვილო. ყველაფერს რაც შეგვიძლია. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. იძულებულები ვართ ვიჯდეთ და ველოდოთ. შეეძლო ითქვა ეს რა ოჯახი ყოფილაო, თუმცა სავარაუდოდ ალბათ ასეც მოიქცა. ზუსტად. დედა, რას აკეთებ, რა გემრიელი სუნია, რა არის? რას ამზადებ ქალიშვილისთვის? იმას, რის შესახებაც ვერ ისაუბრებ, ეს უნდა გასინჯო. დედა ოზანი ისე მაკონტროლებს, მაგრამ ჩემი განებივრება ხომ შეიძლება? მინდა მანებივრებდნენ. დედა გთხოვ, შენი შვილი გაანებივრე. როგორ შემიძლია არ გაგანებივრო? ისეთი გემრიელობები მოვამზადე ეს რა. დაე პატარა მენექშემ ჭამოს და გაიზარდოს. მენექშე? დედიკო გვინდა და ადა დაგვერქმია. ადა? მენექშე ადა კორფალი. ფიქრობ გამოვა, ლამაზი სახელია. საჭმელი მომაქვს. მოიტანე დედა, მოიტანე. დედა ეს რა არის? ბოსნეული, ორთქლზეა მოხარშული, ვიტამინები შენარჩუნებული აქვს. უმარილოა, არანაირი მარილი, ძალიან გემრიელია. სასწრაფო საქმე მაქვს, უნდა გავიქცე. გული გერევა, მეც ასე ვიყავი. შეერი ვიყავი, მაგრამ ვერ ვჭამდი. გული მერეოდა, სულსაც ვერ ვიტანდი. Kaldırmıyordu. შესანიშნავია, ძალიან გემრიელია. Tabağı ახლა თეფშსაც ზედ მიეყოლებს. ჩვეულებრივ საერთოდ არ ვჭამ, მაგრამ აიძულებენ ეს მომინდეს. ყველაფერი აკრძალულია, ჯანსაღი კვება და მხოლოდ ბოსნეული. რა თქმა უნდა, ძვირფასო, ასე როგორ შეიძლება? მე დამიახლოვდი და საკუთარ ნებაზე იცხოვრებ. parmağı takip et. თიც დააკვირდი? აქ Burada ახალი მსხვერპლია. içi შიგნით პორტოხალი, ზემოდან შოკოლადი. mis. შესანიშნავია. ჭამე. არა, მაგას ვერ შევჭამ. არ მინდა ტკბილი და მარილიანი ავურიო. ჩიფსები ძალიან გემრიელია. Amanın. Küçük პატარა ზუმრუდს ჩიფსები მოუნდა. ზუმრუდს ჩიფსები მოუნდა. canı. რა? რას ქვია რა? Nene. რა? Dünya სამყაროს ახალი ზუმრუდ კორფალი მოერვინება. ჩემი ახალი მემკვიდრე. ne? რა? დეიდა ზუმრუდ, ადას დარქმევა გვინდოდა. რა? ადა. Adam. ადა? Ada ne ya? ადა რას ნიშნავს? საიდან მოიტანეთ? სანამ ისეთი ადამიანი არსებობს, როგორიც ზუმრუდ კორფალია, ადა რა შუაშია? ზუმრუდ ადა კორფალი იქნება. ხომ ასეა? Orfalı olur. Evet, ასე იქნება. öyle olur. აბა, თქვენი საქმეები როგორ მიდის? Hangi durum? რომელი საქმეები? Havalar diyor. ამინდი, ამინდი. Pembe havalar. Ha? Ne oluyor gözüm? თვალებს ასე რატომ აკეთებ? თვალში რამე ჩაგივარდა? დეიდა ზუმრუდ, Ne oldu? ბატონ ნაზიმზე ვსაუბრობ. აშკარაა რომ უყვარ ხარ, აინტერესებ. Siz şimdi ახლა ერთმანეთისთვის ვინ ხართ? არავინ. Ya Zümrüt დეიდა teyzeciğim, ზუმრუდ, bak bu ბატონი Nazım Bey ნაზიმი çok ძალიან güzel. კარგი კაცია. Senin და de აშკარაა böyle შენც belli უყვარ ki. ხარ. Senin gönlün შენ არ var. გინდა? Oğluşum ჩემს შვილს არ უნდა. Ne demek oldu? რას ნიშნავს არ უნდა? istemiyor. არ უნდა. არა. İster isteyecek. მოუნდება დეიდა ზუმრუდ. შენს ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებ. წლების განმავლობაში მარტო ზრდიდი ორ ბავშვს. ახლა ბატონი ნაზიმი გამოჩნდა. გაფასებს უყვარ ხარ. Nazım Bey çıktı. Sana Kalk değer ya, tam veriyor yani belli ya. ki, seviyor, iyi de bir insan. Senin şansın შენი o işte. შანსია.
Oluyor öyle ცხოვრებაში ასეც ხდება. şeyler. Yani ანუ oğlu ჩემი შვილის შანსი შენ იყავი ეს რა. hep ყოველთვის მის ახლოს იყავი, ყოველთვის. Yani ამ სამყაროში თითქოს იმისთვის მოხვედი, რომ სიკეთე გეკეთებინა. ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ასე. საკმარისი ამის ჭამა. მომეცი? არა, გამიშვი, ცხიმიანი ხელები გაქვს ვერ ვიტან. მორჩა, საკმარისია. მოვიფიქრე როგორც მოვიქცევით. ხვალ მთელი ოჯახით ჩვენთან ვივახშმებთ და ბატონ დანზიმისაც დავპატიჟებთ. ბატონ მოოზანმა და ნასიმმა ერთმანეთი გაიცნონ. ეს საქმე ხვალ ვახშამზე გადაწყდება. ანუ ხვალ? ო. აიღე ჭამე. არაფერი დაშავდება ჭამე.